იცი რა სუნია გაგიშდება. აი ნამდვილი მაისის სუნია. ნამდვილი. ნინო ყვაჭანტირაძემ გამომიგზავნა დიღმის ბაზრიდან. დღეს წარმოგიდგენიათ, იმ დიღმის ბაზარში ჩამოდიან არაჩვეულებრივი შრომელი, წესიერი ადამიანები, რომლებსაც ეზოებში აქვთ. თამარა ციხელაშვილი ახალუბნელი. ასეთი ქალი არსებობს ახალუბანში. საოცარი ძალიან კაი ჯიშები აქვს. ძველი მეყვავილია, ძველი. და შაბათობით დიღომში ჩამოდის და მე შარშან ვიყავი მასთან. ისეთი ხეპიონები აქვს. წარმოუდგენელი, აი თეფშის ხელა დავდეთ კიდეც ფოტოების, ზღაპრული, არაჩვეულებრივი, ძალიან ლამაზები და თამარა ციხელაშვილმა გამომიგზავნა. წილკნელი ნანი. ნახე როგორი ვარდები. ნამდვილი სოფლური. ღრუბელი დგას, სუნის ღრუბელი, ჩემს ირგვლივ. თვალურებიდან, სოფლიდან, სოფელი თვალურებიდან ლაურა. საოცარი ქალია, სასწაული, ტყის ამბები იცის, ერთხელ აუცილებლად ჩავალთ მე და ნინო და ჩავწერთ ლაურას, ცოტა რომ მოვიცლი და დამშვიდდება სიტუაცია. და სეზონი რომ გადაივლის, სამებაღეო სეზონი და ბაღის მიტოვება შემეძლება. აუცილებლად გაგაცნობთ, ლაურამ ტყის ამბები იცის, ისეთ ბალახებს ცნობს, ისეთი ფხალი გამომიგზავნა დღეს. ნაცარქათ ამას ფხალი გამომიგზავნა, საოცარი. ჭყინტი, თესვებიანად ამოღებული. და მურადი, ლამისყანელი მურადისგან წამოვიდია კიდე ნინოს დღეს. ნახე როგორებია, როგორი ბუთხუზები. დიდი მადლობა რომ გამომიგზავნეთ და თქვენი ბაღის სილამაზე გამიზიარეთ. დიდი მადლობა ჩემო საპარლებო და ძვირფასებო. ნინო ტრაგიჟია, თუ რამე იყო მოხვედა ყველა და გამომიგზავნა. მე ახლა ჩემს სტუმრებთან მოვიწონებ თავს. ხალბატონ ნანის გაუგზავნი დღეს პიონების თაიგულს. ბევრი სტუმარი მყავს და ვაჩუქებ ბევრს და გავახარებ. ასეთი გაზაფხულის სურნელი. მე მოჭრა მენანება, ჩემს ბაღში. არ მიყვარს მოჭრა. სასტიკად არ მიყვარს ყვავილის მოჭრა. როცა იძულებული ვარ მოვჭრა, თვალს ავარიდებ რომ ჭრიან, ისე არ მიყვარს და სხვას ხო ვინმეს დავავალებ თანამშრომელს მეგობარს რომ იმან მომიჭრას, მე არ მოვჭრი. ისე არ მიყვარს მოჭრა. მოჭრილი ყვავილი არ მიყვარს. მირჩევნია სცენარეზე მოკდეს, იქ დაპურდეს, თესლად გადაიქცეს, ვიდრე მოვჭრი. ეხლა ეკა და ნატალიკო მოვა კონცერტი უნდა დავგეგმოთ 31 მაისს გვაქვს სასწაული კონცერტი საღამოს ჩვენთან ბაღში. ბილეთები იყიდება, ბილეთები ჯიზე უკვე. მე შევეცდები ეხლა რომ ისინი გავახარო და გავატანო ყვავილი. ერთ ხალხს ეხარბებოდა იგი აგერ და იმასაც უნდა ვაჩუქო. ისე შეიხარბა მივხვდი რომ ძალიან გავახარებ თუ ხუთს ვაჩუქო. ნახე როგორებია, გავგიჟი, შეხედე როგორია. პოკრები წურებია, ეს პოკრები მერე გაიშლება, 2-3 დღის მერე. ჩემი ვარდების პატრონი, ამდენი ვარდი ყვავის, ეხლა ჩემთან მე მომიტანე ბაზრიდან. ნახე როგორია. ნახე. ნამდვილი სოფლური, როგორი სუნია ბავშვობის. ჩვეულებრივი, გაუპრანჭავი, ზოგი ხვიარაა, ზოგი ისეთი ჯიშებია ძველი, ამას ვეღარ ციპობი უკვე ამ ჯიშებს. ნახე რა კარგია. გლორია დეი ქვია ამას, საოცარი ჯიშია. საიდან უნდა მოხვედრილიყო წილკანში და ლამისყანაში, ახლა ეს ჯიშები, ნახე როდინდელი ჯიშია. გიჟდები. შემიძლია თელი დღე ვეფერო და ვუტრიალო. ხანიკით გადავდგამ, ხანაკით გადმოვდგამ. ვინც არის ის გონია რომ მე დავბდღვენი ეზოში. არავითარ შემთხვევაში მე არ მოვჭრი. მე არ მიყვარს მოჭრა. ნახე. აი, თვალებს თუ დაგიბნელებ ისეთი სურნელია.
ეხლა წყალს ავაღებინებ და ნახე როგორ გაკვიტინდეს. ეხლა თან ის რომ გამოანათა ამდენი წვილის მერე სიცხემ რომ გამოანათა ფლატ გადაირია სუნა. მანამდე არ ქონდა ასეთი სუნი, წვიმაში ხო არა აქ ეგეთი სურნელი და ეხლა დარმა რომ მისცა ხელი შეუწყო გამოანათა. ეხლა ვაღებინებ წყალს ნახე. ცოტა მოშვებულია. ნახე დღეს როგორ გადავრიო ჩემი სტუმრები. გავახარო ყველა. ჩემი ბაღის სტუმრები. დაათვრე შეიძლება ძალიან სურნელი. აღარეტევა. ძალიან უხდება თაიგუს თუ არის დიდი და პატარა ყვავილი ერთად. კოკორი, დიდი, სხვადასხვა სიმაღლეზე რომ არ გაჭედავ და ასე ერთმანეთზე არ მიატყუება თავებს, ძალიან ლამაზი. სივრცობრივი გამოდის, უფრო ფუშფუში. ძველებურად კილოს ნაჭრებში იყო გახვეული. მოიტანა. ამ პარგოს მიხდა. საერთოდ ვარდი ბერიტანს ვერაფრის შერევას. ეს ოქროს წესია. არ უყვარს არაფრის, ვერაფერს ვერ მოახდე. რაც არ უნდა გააკეთო, სხვა ყვავილი არ უხდება. ერთმანეთის შერევას კი იტანს. ნახე, არაფერი შუაში არ არის. აი, არაფერთან შუაში არ არის, მაინც ლამაზი. ერთად არის ყველაფერი. კოლორისტიკის ყველა წესს არღვევს. მაგრამ მაინც ლამაზი. რატომ? იმიტომ რომ ბუნებრივია. არ არის გამოგონილი. წილკანი ეძახე შენ ნახე რა კაი. იმ გაფშეკილ ვარდებს თუ არ ჯობდეს ეს თავი აგერ მოსაჭრელი აგერ მომჭრელი.